უფალს მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვაქვს პატივი ვემსახუროთ მას და ასევე გვაქვს პატივი ვემსახუროთ ერთმანეთს ძვირფასებო. ამენ. გაკურთხებთ დიდი სიყვარულით. ღმერთმა დასაწყისში უნიკალურად შექმნა ყველაფერი. ორიგინალურად შექმნა. სრულყოფილად შექმნა. და ყველაფერზე თქვა, როდესაც ყველაფერი შექმნა. აუ რა მაგარია. ამენ. ყველაფერი არის ძალიან კარგი. შეიძლება დღეს ადამიანი რაღაცაზე ამბობდეს, ეს არ ვარგა. ის არ ვარგა. ეს რას გავს? ან მით უმეტეს ადამიანზე. როგორია? ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ღმერთის თვითფასება. იმიტომ რომ ღმერთმა ყველაფერი სასწაულებრივად შექმნა. და ის, რასაც ქმნის, ყველაფერს ქმნის სრულყოფილად. ამენ, იმიტომ რომ მას აქვს საოცარი უნარი შემოქმედების. ამენ. ეშმაკი მას არ გააჩნია შემოქმედებითი უნარი. მას არ შეუძლია რომ შექმნას რაღაც. ერთადერთი რაც შეუძლია მას შეუძლია გააყალბოს ის რაც არის შექმნილი ღმერთის მიერ. ის აყალბებს ორიგინალს და ასაღებს რომ ის არის ნამდვილი. ამენ. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული. ამიტომ მე დღეს სიყალბეზე მინდა გელაპარაკოთ მეგობრებო. ამენ. ზეთ ეშმაკს გააჩნია ესეთი თვისება რომ აცტუნოს ადამიანი რათა ნამდვილი წარმოაჩინოს მოჩვენოს როგორც ყალბი მოჩვენოს როგორც ნამდვილი. დერეკ პრინს აქვს ესეთი კარგი გამონათქვამი და მინდა წაგიკითხოთ. ეშმაკი ერთმანეთში ურევს ჭეშმარიტებას და სიცრუეს. გესმით, აი როგორც როდესაც სახლში რაღაცას დიასახლისი აკეთებს და ინგრედიენტებს ერთმანეთთან ურევს. ამენ. ის სრულიად არ ტყუის. ის რომ ტყუოდეს არავინ არ დაუჯერებდა მას მაშინ. ამიტომ ის გეუბნება სულ ისეთ ანუ საწყაო სიმართლის რომ დაიჯერო და მერე უკვე სიცრუეს ურევს მასში. აი ამ სიმართლის გამო სიცრუესაც რო იჯერებ ამის მერე უკვე ესე ვთქვათ ის ინექციას გიკეთებს გაყალბების. ეს მე ძვირფასებო. ამიტომ უნდა მივაქციოთ ყურადღება. და დავიმახსოვროთ რომ არასოდეს ეშმაკი სიცრუით არ მოდის შენთან. ამენ. ის დღეს არ ამბობს რომ ღმერთი არ არსებობს. ეს მე რომ იესო ჯვარზე არასულა. ეს რელიგიები შეიძლება რაღაცას ესე თქვა სხვანაირად უბერავდნენ, მაგრამ ეშმაკს არ გააჩნია ესეთი ტაქტიკა. მოდით ნახოთ ერთი კარგი მოსაზრება ლიხტენბერგის. ყველაზე საშიში სიცრუე ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც მცირედ არის დამახინჯებული. გესმით? ეს არის ყველაზე საშიში. ყველაზე საშიში. ჭეშმარიტება, მაგრამ ძალიან მცირედ შეუმჩნევლად არის დამახინჯებული. დღეს ბევრია ძვირფასებო ფალსიფიცირებული ჩვენს ირგვლივ. ეს იმდენად შევიდა ძალაში, ისე მათ გაიდგა ფესვი, გესმით, რომ არჩევნებსაც აყალბებენ.
Даже выборов Фальсифицируют. да, фальсифицируют. გესმით? Выборы. და ამბობენ, ო, ჩვენ მოვიგეთ. И говорят, что вот мы выиграли. გესმით? იმდენად უკვე თავს გავიდა ხალხი, რომ რაც აწყობს, იმას აკეთებს. Вот насколько люди уже, что они просто то, что хотят, они все заменяют, оригинал на фальш. სხვადასხვა პროდუქცია ყალბდება. Да, всякая продукция тоже, საჭმელი, еда всякая. შეიძლება სურსათალოვაგი, ავეჯი Да, это может быть как продукты, также и мебель. და ის გაყალბებულია და საღდება როგორც საუკეთესო და როგორც კარგი. Это не хорошее, все такое, это подделка, но она делается так, как она хорошая, как оригинал. სხვადასხვა სახის რეკლამებით ძვირფასება. Да, через всякие рекламы. ყოველ რეკლამაში არის რაღაც პატარა დოზა, ინიექცია სიცრუის. В каждой рекламе есть какая-то инъекция, какая-то доля лжи. იმიტომ რაც კარგია, იმას რეკლამა არ სჭირდება. Потому что хорошему и реклама не нужна. ამენ. იცით, შეუძლია გააკეთონ რაღაც ბრენდული, რაღაც ძვირად ღირებული, თქვათ, თუნდაც რაღაც სამოსი და მას მიაკერონ მარკა ესეთი ბრენდის და გაასაღო როგორც ეს არის ყველაზე საუკეთესო. Да, может, когда фабрика выпустит такую простую одежду, но марку она представит какого-то бренда, и люди подумают, что это брендовая одежда. და რამდენჯერ ყოფილა რომ რაღაცას როდესაც იძენ, გამოიყურება ძალიან каргад. Это что-то ты домой себе приобретаешь, хорошо это выглядит. და სახში რომ მიდიხარ, А когда ты приходишь домой, მას აქვს დეფექტი. а у него есть какой-то дефект. ამენ. შეგხვედრიას ესე. Это с вами так случалось? შემოუსაღებია თქვენთვის რაღაც გაყალბებული. Да, то есть вам вот эту фальшь как бы подсунули. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით ვიფასებო. Потому, дорогие, мы должны быть очень внимательны. იცით, დეფექტიანი საერთოდ არის ძალიან ესეთი არასასიამოვნო. Слово дефект, вообще дефектное, это не очень хорошее. შენ ხო არ მიგიცია ვინმესთვის რაიმე დეფექტიანი. Случайно ты кому-то что-то не давал с дефектами? როდესაც იესო ავიდა ჯვარზე, Когда Иисус зашел на крест, ის ძალიან შორს იყო ყოველგვარი სახის სიყალბესთან ძვირფასებო. Иисус был очень далеко от всякого рода фальши и лжи. ის არის სრულყოფილი მსახური. Он совершенный служитель. ამენ. შენ როგორი მსახური ხარ დღეს? А ты сегодня какой служитель? დეფექტები ხო არ გაქვს ქრისტეს მსახურებაში? Да, у тебя нет дефектов в служении Господу. როგორი მსახურები? Как ты служишь Господу? შენ ხო არ გინდა რომ დეფექტი შემოგასაღო? Ты же не хочешь, чтобы кто-то тебе вот продал что-то с дефектом, там или подсунул что-то с дефектом. ხო არ გინდა? Ты же не хочешь. აბა შენ რატო აძლევ დეფექტიანს? А почему ты сам с дефектом отдаешь? მთელი გულით ირჯები უფლისთვის. Да ты всем сердцем служишь Господу. ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია ეს მომენტი, მეგობრებო. Это очень важно, это такой вопрос. ბიბლია გვეუბნება, იესო ამბობს, რომ ეშმაკი სიცრუის მამაა, სიყალბის მამაა. Иисус сказал, что дьявол он отец лжи. ნახეთ, მას არ უთქვამს ევასთვის, რომ ღმერთი არასწორია, Он не сказал Еве, что Бог не прав, რომ ბიბლია არ არის ღმერთის სიტყვა. что Библия это не Божье слово. გესმით? არ წერია ეს ბიბლიაში, რომ მან ესე თქვა. Это не написано, что так дьявол сказал. ღმერთს არ შეხებია. Он даже Бога и не касался. ღმერთი არ დაუკნინებია ეშმაკს. Он как бы не унижал, не оскорблял. იცი რა უთხრა მას? Знаете, что сказал он? არ მოკვდები. Нет, не умрет. ანუ ღმერთიც არის. Он говорит, и Бог есть. მაგრამ ნოდი კარგად დაუკვირდიო, არ მოკვდებიო უთხრა. Просто обратите внимание, ты не умрешь. გესმით? არა და ღმერთმა რა უთხრა ძვირფასებო? А что сказал Бог? მოკვდები. Вы умрете, თუ არ დაიჯერებ. если не послушаетесь. ვიანა. Умрете. ამენ, უმრიოს. Умрешь. ჰალელუია. გესმით მეგობრებო რა შეასაქმე? Вы понимаете, друзья? უფალი გელაპარაკება Да, Господь говорит, და სადაც არის ჭეშმარიტება და სინამდვილე, и там, где есть действительность, где есть истина, იქვე არის სიყალბე. там же рядом фальшь. ამენ. Аминь. სადაც სიყალბეა და სიბილწე, სიბინძურე და ნაგავი. А где фальшь, скверность, იქ არ არის საჭირო რომ ვიღაცა კიდე მოატყუო. там не нужно еще кого-то обманывать. ამიტომ თუ ხარ უფალთან და დადიხარ სიწმინდეში, Если ты с Господом и ходишь в святости, ამიტომ ამბობს ღმერთი რომ ორმაგად სიფრილეში и უნდა потому იყო. Бог говорит, особое бодство, будь трезвым. ამენ. იესოსთვისაც არ უთქვამს ეშმაკს. Да,
Иисусу тоже дьявол не говорил. გახსოვთ ხომ ეშმაკი იესოსთან გამოსაცდება. Помните, этот дьявол пошел испытывать Иисуса? არ უთქვა ამს, ნახეთ, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება და დაუკვირდეთ. Пожалуйста, обратите внимание. ეშმაკს არ უთქვამს იესოსთვის, Дьявол не сказал Иисусу, რომ შენ არ ხარ ღმერთის ძე. что ты не Божий сын. ამენ. მან რა უთხრა? Что он сказал? შენ ხარ ღმერთის ძე. Он сказал, если ты და Божий თუ сын, ხარ, если ты Божий сын, იჭერთ მეგობრებო, вы ловите, საიდან შეიძლება მოვიდეს? вот как он может подойти? შენ დღეს არ გეტყვის ეშმაკი რომ არა ხარ მორწმუნე. Дьявол скажет тебе, что ты неверующий. გეტყვის რომ ხარ მორწმუნე. Скажет, ты верующий. დადი ხარ ეკლესიაში. Ты в церковь ერთგული ходишь, ხარ. ты верный. არ რაცდენ საკრებულოს. Ты служение და не ასე შემდეგ და пропускаешь. ასე И შემდეგ. так далее, и так далее. ამენ. აი რას ნიშნავს გაყალბება მეგობრებო? Вот это знаешь фальш. მინდა რომ დავიჭიროთ ეს და გავიგოთ, რომ მე უკვე რაღაც მაგალითებზე გადავიდეთ. Чтобы уловили суть, а потом я буду говорить вам примеры. ანუ რა, ნახეთ, მოდი დაუკვირდეთ, რა სახის განსაცდელში მოექცა იესო. В какой испытаниях, какие испытания прошел Иисус? ანუ ნახე რა უთხრა? Что он сказал? თუ ხარ ღმერთის Он ძე, сказал, если ты сын Божий, ცოტათი შეგიძლია რაღაც. тогда ты что-то можешь. ამენ. აი, არასერიოზულად მოეპყარი რწმენას. Что-то чуть-чуть не будь таким серьезным к этой вере. ნახეთ, своей. იესო მარხულობდა მეგობრებო. Иисус постился. ვინ არის მარხვაში? Кто сегодня მარხულობთ საერთოდ? Вы поститесь? ნახეთ, იესო მარხულობდა Иисус постился, და ნახეთ ეშმაკი როგორ შეუძრა და რა უთხრა. и как дьявол пришел. იმიტომ რომ მან იცოდა რაც უფრო ხანგრძლივია მარხვა, მით უფრო გინდა საჭმელი. Он знал, чем продолжительный пост, тем тело хочет есть. დაარღვიე მარხვა. Он говорит, нарушь пост. რა უჭირს მე რომ დაარღვიო? Ну что будет, если ты нарушишь? ნახეთ როგორ ეუბნება. Как он говорит? აი ქვები ხედავ. Ты видишь вот эти камни? იქ არ არის პური, Там нету хлеба. მაგრამ არის ქვა. Есть вот эти камни. მოდი სასწაული გავაკეთოთ. Давайте сделаем ხალხი შენ გამოყვება. чудо. რომ დაინახავენ რომ ქვა გადააქციე პურად. И люди видят, что ты через камни. იტყვენ რომ ეს ნამდვილად ღმერთის სასწაულმოქმედია. Они скажут, вот это ეს ნამდვილი это წინასწარმეტყველია. пророк, ეს он ნამდვილი მსახურია. служитель, ეს სულიერია. духовный. და ხალხი გამოყვება. И люди за тобой последуют. მოდი გადააქციე პურად. Сделай эти камни, сделай მოყვებით хлебами. მეგობრებო. Вы следуйте за мной. ანუ დაარღვიე მარხვა Нарушь пост. და მე რა რო შეჭა. Ну и что ты поешь хлеб? ნუ ღმერთი ამაზე დახუჭავს თვალებს. Бог на это закроет глаза. სამაგიეროდ შენ აუდიტორიას მოიპოვებ. И вообще ты приобретешь аудиторию. ეს მე აი როგორი კუთხიდან მევიდა. Вот как он подошел. კიდე ერთხელ გეუბნებით, მას არ უთქვამს ღმერთი არ არის Он не сказал, что Бога нет, და შენ არ ხარ მისი ძე. и ты не его сын. რელიგიებს რომ ესე თქვა ჭკუა კონდეს, Даже если у религии было чуть-чуть ум, ისე არის ყויה რომ იესო არ არის ჭეშმარიტება. они не скажут, что Иисус это не истина. ამიტომ რომ ეშმაკმა თქვა რომ არის ეს ვიფასება. Да даже дьявол сказал, Амен. что он есть. ეშმაკს წამს ღმერთის. Да, и дьявол верит в Господа. იესოსიც წამს. Он верит в Иисуса. ბიბლიისიც წამს. Он верит в Библию. მაგრამ არ ასრულებს Но не исполняет. და არ ემორჩილება ღმერთს. Не подчиняется. ამიტომ უნდა იყოს განსხვავება შენს წვენასა და ეშმაკის წვენას შორის. И должна быть разница между твоей верой и верой дьявола. ამენ. მას წამს, Он верит ეშინია, и боится, მაგრამ არ ასრულებს. но не исполняет. შენ გწამს, Ты веришь, არ კანკალებ, не трепещешь თუ კანკალებ. или тоже от страха трясешься? როგორ ასაქმეები? Как у тебя там дела? გახსოვთ ესავი. Помните Исава? ესავმა აბუჩა დაიგდო პირმშოობა. Да, Исав пренебрег первородством საჭმლის გამო, ради пищи, ради еды. მაგრამ იესომ არ აიგდო ძვირფასებო. ეს პირმშოობა საჭმლის გამო. Да, но Иисус не предал свое первородство ради еды. ამენ, იმიტომ რომ ის პირმშო არის ღმერთის. ყველაფერში პირველი. Да, потому что он тоже первенец всех от Бога. ეს ღმერთს და ღმერთის სიტყვას მასხრად იგდებს ამ ბევრი ქრისტიანი. Очень много сегодня христиан насмехаются над Богом и Его Словом შეჭავანდის გამო, ради пищи, მაგას მატერიალიზმის გამო, ради какого-то материализма, საჭმელ-სასმელის გამო. за какое-то удовольствие, вот, еды, пищи, питья, ამენ. კომფორტის გამო, ради комфорта, ფულის გამო. ради денег. ეს მოთხრა ეშმაკს რომ არ გამოსცადო უფალი. Да,
Да Иисус сказал, что написано, не искушай Бога твоего. და დღეს ბევრი ზრდის უფალს. А сегодня многие искушают Бога. გესმით? ეს შეეცადა რომ გამოეცადა ღმერთი. Да дело хотел, чтобы Иисус искусил Господа Бога. მაგრამ მან მოთხრა არ გამოსცადო. А он сказал, не искушай Господа. და დღეს ძალიან ბევრი ცდის ღმერთს. А сегодня очень многие искушают Бога. რითი? Чем? თავისი ურჩობით, Своим непослушанием, სიცრუით, ложью, ხდობით, воровством, უპატიებლობით, непрощением, ურჩობით, непокорством. უსმინრობით უпростоრად. Даже велят сказать, вот непослушание, ორგულობით, двоедушием, თავისი სიჯუტით, своим упрямством, ამპარტავნობით, гордостью თავნებობით. и своей волей. აი როგორც მინდა ისე მოვიქცევი. Как я хочу, так и буду себя. აი მე მაწყობს Мне это და выгодно. იცით ღმერთი ესე ვთქვათ მეორე პლანზე გადამყავს. Мне это выгодно, а он уже был как бы на второй план. მე რომ მოვიცლი, ან რომ დამჭირდება რაღაცისთვის მივალ ღმერთთან. А когда что-то мне понадобится, уже тогда к Богу приду. გესმით? Понимаете? ეს ყველაფერი არის გამოცდა ღმერთის მეგობრებო. Все это, мои друзья. და იესომ Значит, искушение. დაგმოძღვრა Иисус учит нас, научает. არ გამოსცადო ღმერთი. Не искушай Бога твоего. იესო ვის უთხრა არ გამოსცადო ღმერთი? А кому Иисус сказал, что не искушай Бога? ეშმაკს. Дьяволу. ჩვენ გამოვცადოთ უნდა თუ ეშმაკი არა ვართ? Да мы должны испытать Бога, если мы не дьявол. გამოვცადოთ უნდა? Да мы должны искушать არ Бога, გამოცადო. испытывать Бога. რაში ცდი ღმერთს? В чем ты искушаешь Бога? როდესაც არ ასრულებ ბიბლიას. Когда ты не исполняешь ეს Слово არის ყველაზე Божье. საშინელი გამოცდა ღმერთის. Это самое вот такое искушение Господа, не исполнение Слова Божьего. მხოლოდ ღმერთს ეთაყვანე და მას ემსახურეო. Только Богу поклоняйся и Ему одному служи. და კითხვა მინდა დაგისვა. Хочу задать вопрос. ვისი და რისი თაყვანისმებელი ხარ ეკლესიის მიღმა? Да, за стену церкви. Чему и кому ты поклоняешься? არ ეთაყვანო არავის, იესო თქვა. Иисус сказал, никому не поклоняйся. შენ ვის ეთაყვანები? А ты кому поклоняешься? ძებასებო, ხო ვიცით რომ ღმერთი არის სული? Мы же знаем, что Бог есть Дух. თქვი ღმერთი არის სული. Скажи, Бог есть Дух. ამენ? Аминь. ღმერთი არის სული, მეგობრებო. Друзья, Бог есть Дух. ამიტომ რამდენ დროს ატარებ ბიბლიასთან? Сколько ты время проводишь с Библией? რამდენ დროს ატარებ იმასთან, რაშიც არ არის სული? А сколько времени ты проводишь с теми предметами, в чем нет Духа? ღმერთი არის სული. Бог есть Дух. შენ ხარ მისი სულის მსგავსი. И ты похож, подобен Духу Его. ამენ? ხარ? Аминь. შენ უნდა გაატარო ამ სულთან დრო. Ты должен проводить время с этим Духом. და რამდენ დროს ატარებ იმასთან, А сколько времени ты проводишь с тем, რაც არ არის სული, რაშიც არ არის სული? в чем нет Духа, что не является Духом? აი ეს არის კერპთაღვანისმცემლობა. Это и есть идолопоклонство, это служение. ამენ მეგობრებო. Аминь, друзья. ღმერთი სულია. Потому что Бог Дух. ნახეთ იერემიას რა კარგად აქვს ნათქვამი. Как хорошо говорит пророк Иеремия. 51-ის მე-17. 51:17. საკუთარი ცოდნისგან გამოსულელდა ყოველი ადამიანი, ყოველი კაცი. Так каждый человек сошел с ума своего знания. სირცხვილ ნაჭამია ყოველი ოქრომჭედელი თავისი გამოჭედელი კერბის გამო. Так каждый человек в стыде. Это все, кто выливает золотого идола. რადგან ყალბია მისი ჩამოსხმული. Да потому что это фальшивый, все то, что они были, это ამიტომ идолы. მათში არ არის სული. Потому что в этих идолах нет Духа. რატომ არის გამოსულელებელიო ღმერთი ამბობს რომ ვინც კერბს აკეთებს? Почему Бога, что они глупые, те, кто делают идолов, выливают идолов. სული არ არის მათში. Потому что в идолах нет Духа. ჩვენ არ უნდა გქონდეს არანაირი კავშირი მეგობრებო, რაშიც არ არის სული. Мы должны быть с теми предметами, которые не имеют Духа. და ეშმაკის фунქცია რა არის? И знаете, функция дьявола в რაშიც чем? არ არის სული, В чем нет Духа, იმას დაარქვა ღმერთის სახელი он назвал имя Божьего его. და ათაყვანებს ხალხს უსულო საგანთან. И сегодня люди поклоняются не духовным предметам, Аминь. без Духа предметам. იცი თუ არა რომ შეიძლება ეს იყოს შენი კომპიუტერი? Знаешь ли ты, что это может быть твой компьютер? რამდენ დროს ატარებ მასთან? Сколько ты проводишь времени с ним? შენი ტელეფონი, Твой телефон, შენი ჰობი, твое хобби. ესმით მეგობრებო, Понимаете, друзья? მიაქციეთ ამას სათანადო ყურადღება. Обратите на это აი внимание. რა არის რელიგია?
Вот что есть религия. კავშირი მკვდართან, უსულო საგანთან. Связь с мертвыми, с невоодушевленным предметом. ამენ. Аминь. ჩვენ იმიტომ ვეთაყვანებით უფალს, А потому мы поклоняемся Господу, რომ ის ცოცხალია. потому что Он живой. მე რა ფიზიკურად არ არის ჩვენს გვერდით. Ну и что если физически Он не с нами? ამენ. Аминь. უფრო ჩვენ უნდა ვიყოთ მასთან ახლოს. Мы должны быть с Ним близко. ამენ. ჩვენ არ ვეთაყვანებით მკვდრებს. Мы не слушаем, не поклоняемся мертвецам. რატომ? Почему? მათში სული არ არის. Потому что у них нет духа. როდესაც შინაური ადამიანი გარდაიცვლება, Когда как какие-то родственники умрут, ну это... რატომ მარხავთ მიწაში Да ძვირფასებო? почему мы хороним своих родных в землю? იმიტომ სული აღარ არის მათში. Потому что у них нет духа. გესმენთ? გვიყვარს, Мы любим своих родных. მაგრამ სული აღარ არის მათში. У них уже нет духа. ჰალელუია! Аллилуйя. ელემენტარულია ეს. Это очень элементарно. და კერპთაყვანისმცემელია ყველა, ვინც ეთაყვანება იმას, რაშიც არ არის სული. И всякий, кто поклоняется предметам, кто не имеет духа, они идолопоклонники. ჰალელუია! იმიტომ ღმერთი ამბობს თავად, Сам Бог говорит, რომ ნუ ეთაყვანებითო имас, რაშიც არ არის სული. не поклоняйся тому, в чем нет духа. Аминь, в ком что нет духа. Потому что ты есть дух. და ის მაგის შეეცდება, რაშიც სული არ არის, გააყალბოს, რომ მიგიზიდოს. И тело пытается привлечь тебя к этому идолопоклонству, там, где нет духа. არ დაივიწყო ღმერთი. Не забывай Господа. ნახეთ, მე-13 თავის 25 მუხლი იერემიას. 15:25. ესა შენი ხვედრი, Это твоя часть. უძევ. Удел. შენთვის განგუთმილი წილი. Вот для тебя часть это აპრედილიონი. определенная часть. ამბობს твоя, უფალი. говорит რადგან Господь. დამივიწყე Потому что ты забыл და სიყალბეს მიენდე. и поверил фальши. ამენ. როდის გადაიხრება ადამიანი სიყალბისკენ? Когда человек склоняется к лжи, к фальши, როდესაც ივიწყებს უფალს. когда он забывает Господа. ამენ. Аминь. როდის გადაიხრება ადამიანი ძვირფასო ღმერთისკენ? Когда человек возвращается к Богу, როდესაც სიყალბეს ივიწყებს. когда он забывает эту ложь, когда он от лжи оборачивается. ამენ. Отворачивается. ვისკენ გინდა იყო გადახრილი? Вот на какой стороне ты хочешь стоять? ღმერთისკენ? Уклониться к Богу თუ სიყალბისკენ? или к лжи? გებულო? Фальши. Понимаете? ამენ. ამბობს იერემია, Вот говорит Еремия. რომ დამივიწყეო და სიყალბეს მიენდე. Да вы забыли меня и поверили в ложь, уклонились в фальшь. ვისკენ ხარ? На чьей ты стороне? ვინც არის სული და ვისიც არის სული Да, кто есть сам дух, в ком есть дух, და თუ ვისიც არ არის сული. или на той стороне, в ком нету духа. მეაქცია ამ ყველაფერს ყურადღება. Обрати на это внимание. ამენ. Аминь. ღმერთს უნდა Потому что Бог хочет, რომ გასწავლოს თუ როგორ გამოიცნო სიყალბე. Он хочет научить тебя различать между оригиналом и фальшью. ნახეთ, მე ადრეც მქონდა ესეთი მაგალითი. У меня был и раньше вот такие примеры. აი მაგალითად რო გითხრა რომ მინდა ფული გაჩუქო. Ты скажешь, я хочу подарить тебе деньги. აი მოდი დავიწყებ 10 ლარიდან. Давай я начну с 10 лари. აი როგორ მოვიქცევი? Вот как я ავიღებ поступлю. სუფთა ფურცელს, Я возьму чистый лист აი бумаги დავაწარ მაგალითად. и напишу 10 ლარი 10 лари. არის ეს ფული. Это есть деньги? Это მეწოდება მე რომ გამყალბებელი ვარ? Да я же фальшивомонетчик в этом случае. არა რა თქმა უნდა. Конечно же нет. ეს კი არ არის გაყალბება ძვირფასებო. Это не есть поддельность. ან ნუ 10 ლარი ჯობია. Да 20 лучше, чем 10. ამენ. 50 ხო ჯობია. А 50 еще лучше. ამენ. ხო არ მეტყვი რატო აყალბებ ფულს? Ты скажешь, но почему ты делаешь фальшивые деньги? არა, ეს სისულელეა Это ძვირფასებო. просто глупость. იცით რა არის გაყალბებული? Что такое есть вот фальш? იმიტომ რომ подделка? ფულს აქვს ძალიან ბევრი ესეთი შტრიხ კოდი. У тебя очень много есть, у купюр очень много штрих-кодов. ამენ. ისეთი რომელსაც თვალით ვერ დაინახა. შეუმჩნეველი. Они как бы для глаз незаметны. აი მაგალითად არის 100 ესეთი რაღაც ფორმულა. Вот здесь вообще 100 таких формул. გაყალბებული რას ნიშნავს იცით? Что значит вот подделка? 99 ნამდვილია 99 вот настоящих, და ერთი არ არის სწორი. да одно неправильное.
აი ეს არის გაყალბებული ძვირფასი. Это и есть გებულო? ваш. და არა ის რომ ფურცელზე რაღაც დაწერე და ესე ვთქვათ სულელობ რა. А не то, что ты что-то написал, говоришь, вот это деньги. Это как глупость просто. გინდა მორჩილი იყო. Ты хочешь быть послушным. ვის უნდა მორჩილი იყოს? Кто хочет быть послушным? თუ შენ 99%-ით ხარ მორჩილი 99% послушен, და 1%-ით ხარ ურჩი. а 1% не послушен, შენ ты 100%-ით ხარ ურჩი. на 100% не послушен. ერთგული გინდა იყო? Ты хочешь быть верным. თუ 100%-ით არ ხარ ერთგული Если ты 100% неверный, და 0.00 რაღაც ხარ ორგული. ну, 0,0 каких-то еще процентиков ты неверный, შენ ხარ 100%-ით ორგული. это значит, что ты вообще на 100% ამენ души. ძვირფასებო. Понимаете? აი ეს არის გაყალბებული ქრისტიანობა. Это есть фальшивое христианство, поддельное христианство. და არა ის А не то, რომ შენ რაღაცებს თამაშობ. на что ты там играешься, там или шутишь. ნუ დაახლოებით. Ну, примерно. რომელი უფრო გავს 10 ლარს? Вот из них какой больше похож на 10 ეს долларовых купюр? ამაზე იმ წუთში იტყვი არა. Ты скажешь, конечно же, не это. ეს უფრო გავს, მაგრამ ეს გაყალბებულია, ეს არ არის ნამდვილი, ეს არის Это похоже, но დახატული. это тоже подделка. Это не... მაგრამ აკეთებენ ისე რომ ნუ ძალიან გავს. Если так это подделка, что очень-очень похоже на настоящую купюру. და დღეს ეშმაკის წყალობით Сегодня с помощью дьявола მომრავლდა ეკლესიაში. очень много в церкви умножилось ყალბი ქრისტიანები, фальшивых христиан, ყალბი მოსწავლეები, фальшивых учеников, ყალბი მიმდევრები, фальшивых последователей, ყალბი მსახურები ძვირფასებო. фальшивых служителей, ყალბი პასტორები, фальшивых пасторов, ყალბი წინასწარმეტყველები, фальшивых пророков, ყალბი მასწავლებლები. фальшивых учителей. იესო ხო გაგვაფრთხილა? Помните, Иисус завтра говорит, იქნებიანო ცრუ მასწავლებლები, ცრუ მწყემსები, ცრუ წინასწარმეტყველები. лжепророки, лжепастора. ვინ არიან ისინი? Кто же они? ბიბლიას იღებენ, Они Библию მაგრამ открывают, აყალბებენ. но искажают. რასელისტები ძვირფასებო ხო გაგიგონიათ? Вы слышали о расселистах, რომლებიც იეღოველებად იწოდებიან. которые сегодня называют иеговистами? ეს არის ყალბი ქრისტიანობა. Это фальшивая. ქრისტეს აღიარებენ, ბიბლია აქვთ А у них есть Библия, და ძალიან ბევრმა ახალ თარგმანში იესო ამოიღო და იქაც და სულიწმინდის ნაცვლადაც იეღოვა ჩაწერა. они вот имя Иисуса, вот с этого места, когда написали Иегова. შეიძლება ზოგიერთი თulis რომ ისინი პროტესტანტები არიან, Может, кто-то считает, что они протестанты, иеговисты. მაგრამ ეს არის გაყალბებული ქრისტიანობა Но ძვირფასებო. это есть такое. ბევრია ესეთი. Христианство, очень много таких. არის ეკლესიები, სადაც სიყალბე უფრო ისწავლება შეიძლება. Есть церкви, где больше учат вот этой фальши. თუ истины. ტრიბუნიდან არ იქადაგება ღმერთის სიტყვა, Если с трибуны не проповедуется Слово Божье, მაშინ ეს არის ყალბი ეკლესია. тогда церковь тоже фальшивая. ო, ყველაფერი არ მითხრა პასტორო, Ты скажешь, все не говори мне, არ მამხილო, не обличай меня, არ დამემუქრო. не угрожай мне. გესმით? მაშინ ეს გადაიქცევა ყალბ ეკლესიად. Тогда церковь станет фальшивой. თუ ღმერთი მოწყალია და моყვარული, Если Бог любящий и милостливый, ის არასოდეს არ შეურიგდება ცოდვას და ის არის ასევე მრისხანე ღმერთი Он ძვირფასებო. никогда не смирится с грехом, он просто ის за свой гнев ის изливает на грех. წველი ცეცხლია. Он огонь поедающий. გესმით, მეგობრებო? Понимаете, друзья? ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ ესეთი პატარა უსუსური კრავის ამპლუაში. Он только вобла такого немощного агнца. ის ლომია. Он лев. ამენ. ის სამართლიანი ღმერთია. Он справедливый Бог. იმიტომ რომ Потому что, შენში არ იყოს არანაირი სიხალბე. чтобы в тебе никакой фальши не было. ღმერთს არ ემუქრება საფრთხე რომ გაყალბდეს. Да у Бога нет такой угрозы, чтобы он станет фальшивым. ჩვენ ვართ ამ საფრთხეში. Да, но мы в группе риска, что ამენ და это რაც უფრო фальшивое დრო გადის, делать. მით უფრო იზრდება ეს რისკი რომ ვიყოთ როგორც ყალბი მიმდევარი ძვირფასებო. Да, чем больше проходит время, вот это риск больше и больше, чтобы быть фальшивыми. в чём-то. ნახეთ სპენჯერი რას ამბობს. Чтобы быть свежим. გამჭრიახობა არ არის უნარი განასხვაოს სწორი არასწორისგან. Это мудрость, разумность какая-то. ну да, примерно. Да, разумность не в том, что вот различать между правильным и неправильным. პირიქით, Наоборот. გამჭრიახობა არის უნარი დაინახო
Разумность это такое свойство увидеть. განსხვავება სწორსა და თითქმის სწორ შორის. Увидеть различие между правильным и как будто чуть правильным. Приблизительно правильно. Да, приблизительно. Amen. Да. გესმით ზურფასებო. აი რა არის რომ შენ გამჭრიახი იყო. Да, то есть вот это у тебя такой острый ум, ты можешь вот различать между. ამიტომ ვითხრა იესო ნუ გიყვარს წუთი სოფელი. И потому Бога не любите мира. თავისი გულის თქმებით, С его похотью. რომლისთვის ნებისმიერი დიდება. Для мира любая слава. ეს არის ამაო ზეცის თვალში. Для неба это просто ничего. ამენ. ზეცის თვალში ამ ქვეყნიური დიდება. Для глаз неба вот эта мирская слава. ეს არის სიყალბე აბსოლუტური. Это какая-то фальшь, подделка. მოდით ნახოთ 119 ფსალმუნის 118 მუხლი. 118. Наш. 119 118. Да, 119, 118. უკუგდებული ყავს ყველა ვინც შენს წესებს განუდგა. აი რა ბიბლია წაიკითხე. ნუ კარგი იყოს. რადგან ყალბია მათი ხრიკები. Когда ты отвергаешься все, которые отошли от твоих заповедей, потому что их пути, они фальшивые. ამენ ზურფასებო. ღმერთი ამბობს რომ ყველას უკუაგდებ. Да Бог говорит, что ты отвергнешь всех. გინდა ღმერთმა უკუგაგდოს, გაგაგდოს. Что Бог тебя რა თქმა უნდა არა. отвергнул. ვის გააგდებს ღმერთი? На кого Бог იცი, отвергнет? იმიტომ კი არ გაგაგდებს ღმერთი რომ შენ უყვარხარ. Да Бог не будет тебя потому отвергать, что он тебя не любит. თუ შენ მის წესებს განუდგები. Конечно, он отвергает их потому, что они отошли от его заповедей. იქნები გაგდებული. И потому не отвергнуты. ამენ. იმიტომ ეს სიყალბეა ზურფასო. Потому что это и есть фальшь. და უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. Ты должен быть очень осторожным. თუ არ დაიწყებ იგნორირებას მისი ესე ვთქვათ წესების. Ты должен игнорировать его устав. მაშინ его იქნები правила. მასთან. Ты будешь с ним. ვინც მხოლოდ ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ეს არის ყალბი ქრისტიანი. Кто только слушает слово, но исполняет, он и есть фальшивый христианин. ამენ. ნახეთ, ერთი ილუსტრაცია გვაქვს. У нас есть одна иллюстрация. ღმერთს ზულს ფორმალური თაყვანისცემა. Да, Бог ненавидит формальное поклонение. ქრისტიანი უნდა იყოს არა მარტო სიტყვით, Христиан должен быть не только словом, არამედ საქმითაც. но и делом. და არა მხოლოდ საქმითაც, И не только делом, გარეგნობითაც. и также внешностью, და არა მხოლოდ გარეგნობით, и не только внешностью, ჩაცმულობითაც. своей одеждой, ღმერთისთვის მოსაწონი. которая угодна Богу. ამენ. გასმენთ. დღეს შეიძლება დაინახო ქრისტიანი, Да, ты видишь христиан, რომელიც აყოლილია მოდას ვიფასო. которые вот идут за модой. აი მოდაშია, Вот сейчас модно, მანაც უნდა გააკეთოს. и он тоже обязательно должен это делать. ანუ იმასაც აკეთებს, Он это делает. ღმერთთანაც არის. И с Богом тоже. ფრთხილად იყავი და დაუკვირდი რას აკეთებ. Будь очень осторожный, обращай, как ты живешь, что იცი, ты делаешь. არ არის დღეს რაღაც ესე რომ გინდა არ გინდა ესეთი რელიგიური მითი იყო იმიჯით. Ты не тоже быть какой-то в религиозной какой-то рясе. არ გაძალებს ვინმე რომ რაღაც აი ჩადრითია რო რა ბჭყალებში. Они кажется, что должен ходить в какой-то духовной чадре. მაგრამ მეორე უკიდურესობა ეს არ ნიშნავს იმას რომ უნდა გაშიშვლდე და არ ვიცი აჩვენო ყველაფერი რაც გააქვს. Но и другая крайность, ты должен обнажиться и показывать все вокруг всем. ფრთხილად იყავი, იმიტომ რომ Очень осторожно. ღმერთი აკვირდება ამ ყველაფერს უფასო შენ ცხოვრებაში. Бог смотрит за твоей жизнью, Он обращает внимание на все. ყოველი საზოგადოება არის ცრუ Всякое общество. და უფალი ამიტომ გვეუბნება რომ ცუდი საზოგადოებანი ყრნის კეთილს ნეჩვევას. Он говорит, что плохие сообщества развращают добрые нравы. ვისთან გაქვს შეყოფილი თავი უღელში. Вот с кем ты, в каком ты ярме, с кем ты общаешься? ამენ. გინდა იესოსთან გქონდეს? Ты хочешь, чтобы с Иисусом быть? მაშინ რა გინდა იმასთან ვისთანაც ხარ? Тогда что ты хочешь с тем, с кем ты არ შეიძლება იესო ეხლა მინდა ამ უღლიდან გამოვყო თავი და შევყო თქვა წუთი სოფლის ქვეყნიერების რაღაცის ვიღაცის. Ты скажешь, что Иисус, я хочу временно взять отпуск от своего иго и А, другой иго. დამირეკეს. А скажи, о, мне позвонили. ხვალ ეკლესია ყოფილა კაცო. Завтра церковь. მოდი მაშინ გამოყოფ ეხლა ამ თავს ამ საზრუნავებიდან Вот с этих забот я сейчас вылезу, встану. და ნუ შევყოფ თავს იესოს უღელში. Я сразу
к Иисусу რომ выбрали. ხალხს მოვაჩვენო რომ ნახე მე ქრისტიანიც вар კაცო პარალელურად Что параллельно я христианин, или люди, что видят, что я христианин. ხილად უნდა ვიყო ძვირფასებო ამასთან დაკავშირებით Будьте, пожалуйста, очень осторожны ამენ в этом отношении. ო ის ჩემი ბავშვობის მეგობარია Ты говоришь, это друг моего, друг детства. მე მაქვს ესეთი формуლა Вот у меня есть такая формула. იესო გიყვარს Ты любишь Иисуса? გინდა იესო Хочешь Иисуса? გინდა იესო Хочешь უფრო Иисуса? მეტად გინდა იესო დღეს ვიდრე ადრე Больше хочешь Иисуса, чем вчера или позавчера? მაშინ Когда? რა გინდა იმასთან Это что ты хочешь с тем? ვისაც შენი იესო არ უნდა Кто твоего Иисуса не хочет? Аминь. გინდა იესო Хочешь Иисуса? მაშინ რა გინდა იმასთან ვისაც არ უნდა შენი იესო Почему ты проводишь время и находишься там, где Иисуса не любят? Не хотят. ჰალელუია გადაგითარგმნო Я забыла. ჰალელუია Извините. მეგობრობა Дружба. არის ბრილიანტებით Дружба это как бриллиант. ის ხდება იშვიათად Да. Она появляется редко, но ее можно найти редко. ხდება Да, встречается встречается. მაგრამ ძალიან ძვირი ღირს Но она очень дорого стоит. და ბევრია ყალბი გაყალბებული И очень много ამენ გვაქვს ხო ეს фальшивой дружбы. Дружба как бриллиант. ამენ იშვიათია Дружба как бриллиант, да. ამენ ის ძალიან იშვიათია Она встречается редко, და ბევრია გაყალბებული а поделок очень მოდით много. შემდეგი ვნახოთ ყალბი მეგობრობა ჩრდილივითაა Фальшивый друг похож на тень. ამენ ის შენთან არის მხოლოდ ნათელ დღეებში Он с вами только в ясный день. ამენ საინტერესოა Очень интересно. ნახეთ ჩრდილი сул არის ამ касთან კაცო Да, тень всегда сопровождает этого человека. ვინ იცის რა არის ჩრდილი Кто знает, что такое тень? სადაც არ უნდა წახვიდე Где бы ты не пошел, куда бы ты не пошел. ის სულ შენთან არის Тень всегда тебя Аминь. сопровождает. და როდის არის ეს ჩრდილი შენთან И когда эта тень с тобой, როდესაც ზურგს აქცევს სინათლეს когда ты идешь როდესაც ზურგს აქცევს სინათლეს как спиной к свету. ამენ Аминь. პირიქით То есть, О. да. რაც უფრო მიდიხარ და შორდები სინათლეს Зачем ты уходишь от света дальше, ეს ჩრდილი უფრო დიდი ხდება ძვირფასებო и тень становится больше и больше. და ესე არის ყალბი მეგობარიც И также лживые друзья. ამენ Дружба. ყალბი Фальшивый. როდის არის შენთან Когда фальшивый друг с тобой? როცა რაღაც გაქვს ჯიბეში Это что-то у тебя в кармане есть. როცა არ გაქვს А когда нету, როცა მოიღრუბლება შენს ჯიბეში так когда у тебя уже в кармане будет этот, пасмурно, მაშინ აღარ არის შენთან тогда он уже не с тобой. ამენ რატომ Почему? იმიტომ შენი თავი უნდა Потому он хочет, შენი თავი უნდა да, он хочет тебя, და არა შენი იესო а не твоего Иисуса. და ის შეგიშლის ხელს რომ შენაც იყო იესოსთან Это тебе будет трудно, что будет с Иисусом. ამენ ყალბი სიყალბეს შენს დასაღუპად იყენებს Да, фальшивый свою фальшь использует, чтобы погубить тебя. მოდით მომდევნო ის ნახოთ Давайте еще одну иллюстрацию посмотрим. ნუ დამღუპა ბოროტებთან სიყალბის ხნელებთან რომლებიც მშვიდობაზე ლაპარაკობენ მოყვასთან გულში კი სიავე უდევთ Да не губи меня с теми фальшивыми людьми, которые говорят о мире, а в душе у них злость. გესმით ძვირფასებო კარგად დაიმახსოვრეთ ეს მუხლი Запомните этот стих. შენ გეუბნებია რომ ყველაფერი კარგად არის Эти люди, что у них все хорошо, მათ არა გეუბნებია რომ ყველაფერი კარგად არის они говорят, что все хорошо. მაგრამ გულში ცუდად ფიქრობენ და Да, ლაპარაკობენ но შენზე внутри сердца они что-то плохое тебе говорят. გეუბნებიან კარგი ხარ კარგი გოგო ხარ კარგი ბიჭი ხარ Ты хороший парень, ты хорошая девушка, ты хороший. მაგრამ პირს უკან ამბობენ რომ ნაკლი გაქვს ნუ რა ვიცი სექტანტი ხარ А за тебя они говорят, что ты с дефектом, ты сектант. ო პერებოი გაქვს Они говорят, что у тебя перебой და ასე შემდეგ и так далее. ძვირფასებო პეტრე გამოირჩეოდა ფეთქებათი ხასიათით Да, Петр выделялся очень... მზრივჩად Да, вспыльчивый. Да, Аминь. характер был вспыльчивый. მაგრამ ნამდვილი საფრთხე Да, но настоящая опасность იყო იუდაში была в Иуде.
ის მშვიდი იყო, Иуда был спокойным, იცინოდა всегда улыбался. და ლოყაზე კოცნიდა. И всегда вот целовал Иисуса в щеку. ამენ. იტყოდი რომ და ეს იუდა რა კარგი ესა რა ქვია. რა მორჩილი მოსწავლეა. Скажи, это Иуда какой хороший и послушный ученик Иуда. ბედნიერია პასტორი, რომელსაც ყავს იუდას ნაირი. Ты скажи, блажен пастор, у которого есть такие ученики, как Иуда. ეს პეტრე რა უხასიათოა. А Петр какой, у него какой-то характер такой, там, გესმენთ? взрывной характер. ამიტომ გადახედე შენში ვინ არის. И пересмотри внутри себя, кто что есть внутри себя. ჰალელუია. Аллилуйя. აი მაგალითად შედი მარკეტში Допустим, ты зашел в маркет და ნუ იყიდე დაახლოებით 30 ლარის რაღაც. и купил что-то на 30 лари. ხურდა რამდენი გეკუთვნის? А сколько тебе нужно сдачи? ხურდა რამდენი გეკუთვნის? Да сколько тебе сдачи? მიეცი 50. А, ты дал 50 лари, а на 30 ты купил. Сколько тебе? 20. Должны აი გამყიდველმა რო გითხრას. И тебе продавец скажет, შეგეკუთვნის 20 ლარი. тебе сдачи 20 лар полагается. მე მაქვს 2-10-იანი. У меня есть две купюры по 10 лари. ამე ხო გეკუთვნის? Тебе же нужно 20 лар. ერთი არის ნამდვილი, Да, одна купюра настоящая, მეორე ყალბი. а другая фальшивая. აიღებ ყალბს. Да ты возьмешь фальшивую? არა, რატო? Да почему ты не возьмешь фальшивую купюру? თქვი ჭკვიანი ვარ. Скажи, потому что я умный. შეუჩეჩებიათ შემთხვევით თქვენთვის ყალბი ფული? Когда-нибудь вам подбрасывали или подкидывали ну такие фальшивые деньги? ყოფილა შემთხვევა. Да. Нет. შენ ხო არ მიგიცია ვინმესთვის ყალბი შემთხვევით? А ты сам кому-то фальшивые деньги не давал? ფერფასებო, ნახეთ. ეკლესიაში ხშირად უნახიათ, Да, в церкви очень часто видели люди. აი თითქმის გაყალბებული კუპიურა. Да как будто вот такую фальшивую купюру. დახატული, დაჩხაპნილი, გახეული. Такую порванную, изрисованную, там, всякими. წარმოგიდგენთ ღმერთს აძლევენ ესეთ კუპიურას. Да, люди Богу дают такую купюру. ალბათ ერთ მაღაზიაში მივიდა, არ მიიღო იმ მაღაზია. Да, наверное, он пошел в магазин, там эту купюру. იქეთ მივიდა, იმანაც არ მიიღო ეს ფული. Да, другой маркет тоже не принял эту купюру. ბანკმა არ მიიღო, იმიტომ რომ რაღაცები აწერია იქ ავტობიოგრაფია. Да, банк тоже не принял, потому что там вся автобиография написана. რა ეკნა კაცო? И что ему делать? აიღო და ყულაბაში ჩააგდა. Он пошел и пожертвовал. Бросил. ერთი ესეთი ძველი კუპიურა შენახული გვაქვს წლების წინ ჩააგდეს. Он нас არსად არ დახურდავდა. купюра, полетели. ბანკმა არ მიიღო. Ее и банк не принял, и не смогли ее Yes, ma'am. поменять церковь. Я думала, спрятанная. შენ რომ მოგცენ ესეთი გესიამოვნება? Если тебе дадут такую купюру, тебе будет приятно? აბა ღმერთს როგორ აძლევ? А Богу как ты даешь? რაშია საქმე? В чем дело? ჰალელუია. არა მხოლოდ საუკეთესო ნათავარი უნდა მისცე ღმერთს. А ты тоже Богу не только лучшее дать, а вообще первое. უნდა მას ეს ყველაფერი. Богу нужно это. ეს არის შენი დამოკიდებულება. Все просто зависит от твоего сердца. Аминь. Вот как ты на это смотришь. გადახედე ამ ყველაფერს. Пересмотри все в своей жизни. ჰალელუია. Аллилуйя. ღმერთი ასევე ვერ იტანს ყალბს სასწორს. Также Бог доведет неправильные весы. ყალ. Фальшивые. მოდით ნახოთ. მიქას 6:11. Там Михаил 6:11. განაავიტან უმართლო სასწორს და ყალბს საწონებს კალთაში. Разве я выношу неправильный вес и неправильный этот дагири ამენ. в ნახეთ, корзине? როგორც გინდა რომ მოგექცნენ, Как ты хочешь, чтобы с тобой поступали? ოქროს კანონი ხო იცით Это ძვირფასი? золотое правило. ისევე მოიგეცი შენ. Так же поступайте с другими. როგორი საწყევთიც მიუწყავ, ისეთი მოგეწყება. Какой мерой ты меришь, так будет отмерено тебе. არავის არ გადაუხადო სამაგიერო. Никому не воздавай должное. ამენ. კარგად არის ერთი გამონათქვამი ძვირფასები. Есть хорошее выражение, დამპალი ხილი თავისი ჩამოვარდება. что гнилой фрукт сам упадет с дерева. ამენ. Аминь. სამაგიერო არ მიუძღა Ты არავის. не должен воздавать ему. თუ სწორად ცხოვრობ, დამკვიდრდები ღმერთთან. Если ты правильно живешь, то ты будешь обитать с Богом. მაგრამ თუ არასწორად, А если неправильно живешь, როგორ ცხოვრობ? как ты живешь? ნამდვილია შენი ცხოვრება ქრისტეში თუ ყალბია? Твоя жизнь во Христе настоящая или фальшивая? ეს მაგი ბევრს ატყუებს რომ ღმერთი მოწყალია, გაპატიებს, მას უყვარხარ,
Для многих оппонентов говорит, что Бог любящий, Он всех прощает, Он и тебя простит. ცოტა შეიძლება. Чуть-чуть греха можно. ერთი-ორჯერ რო გააცდინო არა უჭერს. Да ты можешь и пропускать служение. მე რა თქვა რაღაც თუ შეხშურდა ვინმესი, თეთრი შური შეიძლება. Он говорит, ну, если зависть черная нельзя, а если белая зависть, то და ასე можно. შემდეგ. И так далее. აი გაყალბებული. Это есть фальшивость. და ღმერთი საერთოდ არც ცნობს ესეთებს. И Бог даже не знает таких. 101 ფსალმუნის მე-7. 101:7. ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის ფნელი, ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაფუძნდება ჩემს თვალწინ. Да не останется при мне говорящий ложь, и клянущий неправду не будет, я не потерплю перед очами своими. ამენ ძვირფასებო. შეწყვიტე ყალბი მონანიება. Прекрати фальшивое покаяние. რა არის ყალბი მონანიება? Что такое фальшивое покаяние? ინანიებ, Ты каешься, შეგეხო სული, чтобы дух тебя коснулся. მაგრამ გულის სიღრმეში იცი, Ну, в глубине души ты знаешь, რომ მაინც იგივე უნდა აკეთო. что ты будешь делать то же самое. მაინც ინანიებ. Ты каешься, ყოველი დაწოლის წინ ინანიებ. когда ложишься спать, ты каешься. და რატო არ იცვლები? А вопрос, а почему ты не меняешься? იმიტომ რომ ეს მონანიება ყალბია ძვირფასო. Это потому, что твое покаяние фальшивое. ხორციელი მონანიება, Такое плотское покаяние, შვინვიერი მონანიება. душевное. მასე იუდამაც ინანა. Также и Иуда тоже, помните, раскаялся? ამენ. ეს არ არის მონანიება. Это не покаяние. მონანიება აზრის შეცვლა. Покаяние – это изменение мысли. ეს არის შემოტრიალება Это значит повернуться, და ღმერთისკენ წასვლა. повернуться и идти к Богу. ამენ. ყალბი მონანიება არის თვალთმაქცობა. Фальшивое покаяние – это есть лицемерие. ამენ. არიან ესეთი თვალთმაქცები Есть ძვირფასო. такие лицемеры. გეუბნებიან მიყვარხარ. Говорят, что я люблю тебя, პრობლემა არ მაქვს შენთან. у меня не проблема, с тобой все хорошо. მაგრამ პირს უკან შეიძლება საზღვრობებს აკეთებენ. А за глазами какие-то ужасные мерзости делают против тебя. Козни და какие-то. ღმერთი ამბობს რომ მე ვეძებდი სიმართლეს თქმელს და ვერ ვიპოვე. И Бог говорит, я искал, кто станет за правду, и не нашел. ამ გაყალბებულ დუნიაზე არის ვინმე ვით სიმართლეს იტყვის და გააკეთებს. В этой фальшивой земле есть люди, которые скажут правду и станут за истину. ორუელმა რა თქვა, მოდით нахოთ. სიყალბის ეპოქაში სიმართლის თქმა რევოლუციური აქტია. В эпоху фальши сказать правду – это акт революции. ამენ. Подобно революции. Да? სიმართლის თქმას ვეძებდი და ვერ ვიპოვე. Я искал, кто скажет правду, но не нашел. ნუ გწვენი ამ გარყვნილი თაობისო. Не стесняйся, не устыжайся вот этого развратного рода. იცი დღეს როგორია ეს წუთისოფელი და წყობა ძვირფასებო. Знаете, как состоит сегодня мир? ხალხი მადლიერია სიყალბისთვის Люди благодарны за фальшь და განაწყენებულია სიმართლისთვის. и очень обижаются, когда за правду, за истину. ამენ. აი ესეთია დღევანდელი ცხოვრება. Вот сегодня вот такая жизнь. არც ბიბლია აღარ გააყალბო. И Библию тоже не делай фальшивой. ნუ ხარ ყალბი ქრისტიანი. Не будь фальшивым христианином. ვინ არის ყალბი ქრისტიანი? Кто фальшивый христианин? ნიღბით. С маской. ამენ. ჰალელუია ამბობს. Аллилуйя говорит, მაგრამ გული შორს არის. а сердце далеко. დიდება უფალს. ყალბი ქრისტიანობა რაში გამოიხატება? В чем заключается фальшивое христианство? ვითომ შენთან არის? Как будто он ერთი с тобой. ილუსტრაცია Он გვაქვს. как будто с тобой. ნახეთ. აი ეხმარება იმას. Да, он как будто помогает. ორმოში ჩავარდნეს ეუბნება მე მოგეხმარები შენ. Я могу. ა ნახე როგორ გავიწელე კაცო ხელით Я ჩამოწე. помогаю, даже руку тебе протягиваю. და რაში მდგომარეობს? ნამდვილი დახმარება. Да и в чем настоящая помощь? ჩაუშვა უნდა კიბე. Да ты должен дать лестницу ან поднять. ბაწარი, ან რაღაც. Или веревку как-то. მაგრამ ეხმარება. Он как-то помогает. ო, გეხმარები კაცო შენთან ვარ. Я с тобой, я помогаю тебе. ამენ. მიყვარხარ. Люблю тебя. ჰალელუია. ღებულობთ რამეს მეგობრებო. Что получается сегодня? ცოტათი ისეთი ძნელი საკითხია რა. Чуть-чуть такой трудный вопрос, трудная ამიტომ тема. ღმერთს უნდა რომ ყოველგვარი сиყალბე ჩვენში დაანგრიოს. Бог хочет, вот всякую фальшь нас და разрушить. ეს არ მოწონს ხორცს. Да, но плоти это не нравится. ნუ ხარ მოჩვენებითი ქრისტიანი, იყავი გახსნილი. Да будь открытым, а не будь только показухой все-таки. მეორე კორინთელთა 4:2. 2 Коринфянам 4:2.
უარყავით ყოველივე რაც სამარცხინო და დაფარულია все, что стыдно и сокрыто. და არ ამზაკრობით და ღვთის სიტყვის გაყალბებით Не корыстью и извинением, истяжением Божьего Слова. გაყალბებით Фальшью. არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით Но выставляйте истину. Поднимите. წარმოუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდის ღვთის წინაშე. Да мы показываем самих себя, совести всякого человека. ამენ და ღვთის წინაშე. Перед Богом, то есть мы открыты нашей совестью. არ გააყალბო ბიბლია. Не делай Библию фальшью. როგორ აყალბებენ ბიბლიას ვერფასებო? Вот как подделывают Библию? რაც აწყობთ იმას აღიარებენ და ამბობენ Все, что им выгодно, они это говорят, исповедуют. და რაც არ აწყობს იმას არ ასრულებენ. А то, что им не выгодно, они не исполняют. გესმენთ? იმაზე ისმენენ სხვადასხვა სიყალბეს რომ ეს ეხლა მოდაში აღარ არის რა. Они слушают всякие другие проповеди, это не моде, это сейчас не то, это не то. ეს ატავიზმია უკვე. Это зависит, это же не то. Amen. Уже не в моде. გებულო? Понимаете? ეშმაკი აყალბებს ბიბლიას. Дьявол, он подделывает Библию. მაგრამ იესო როგორ ამრთელებს ისე ღმერთის სიტყვას. А Иисус, как он делает ее единой, он ее восстанавливает. შენ რაც გაწყობს ის კი არ არის დაწერილი კაცო. Да то, что тебе выгодно, это не только это написано в Библии. სხვა რაღაცაც არის დაწერილი. И другое тоже написано в Божьем Слове. დღეს ხალხი იმას იძახის რაც აწყობს. Люди говорят, то, что им выгодно, что их устраивает, აი მთავრობასთან დაკავშირებითაც. что касается правительства. კი დაწერილია რომ უნდა დალოცო მთავრობა. Да написано, благословляйте правителей. და ერთი ეს არის დაწერილი მარტო ბიბლიაში. Но только это написано в სხვა Библии. რაღაცაც არის დაწერილი. Другое тоже Amen. написано. ამიტომ ყველაფერი უნდა შეასრულო. Ты должен все пункты უნდა დალოცო და ასევე თქვა благословлять и также говорить. რომ თუ მე მეწინააღმდეგება არ შევასრულებ მის ბრძანებას. Да если слово правительства противоречит Божьему Слову, то я не буду ამენ. исполнять. იმიტომ ის ადამიანია. Потому что правители тоже люди. განა მართებულია ადამიანებს უფრო უსმინო ვიდრე ღმერთს. Да лучше тоже слушать людей, чем Бога. ღმერთი რას გეუბნება? Что Бог тебе говорит? ამენ. იმიტომ რომ ყველაფერია დაწერილი. Потому что все написано. ძალიან ბევრი. Очень много. ჰალელუია. შეიძლება აგიგრძალონ რაღაც. Ну что-то тебе რომ იესოს მიმდევარი იყო. захотят, чтобы ты был последователь Иисуса. და დაწერილია რომ და დაექვემდებარო კანონს. И написано, что ты должен подчиняться правителям. ეს მეძურფასება, მაგრამ ვინ ადგენს სწორად იქცევი თუ არა? Да ну кто говорит, что ты правильно поступаешь или нет? თუ გადააჭერბე სიჩქარე, მაშინ ისჩევი, იმიტომ რომ გაფრთხილებული ვიყავი. Если ты превышил скорость, то тебя наказывают, потому что ты был предупрежден. მაგრამ შეიძლება ისე დაგაჯარიმო, რომ დანაშაული არ მიგიწყვეს. А может тебя остановить, а ты вообще ни в чем не виновен. ეს მეძურფასება რაშია საქმე? В чем дело? ამას მიაქციეთ ყურადღება. Обращай და внимание. უმნიშვნელოვანესია. Это очень важно. ამიტომ შენ ხარ სული, И потому ты дух, შენ სხვა კანონი გაქვს. у тебя другой შენი მოქალაქეობა ზეცაშია. твое гражданство. შენი კონსტიტუცია ბიბლია. Твоя конституция. შენ ღმერთის წინაშე უნდა წარსდგე და პასუხი Ты აგო. должен стать перед Богом и ამიტომ отвечать. სული რასაც გეუბნება ის გააკეთე. Что для тебя дух так поступает. და თუ არ განსჯები თუ არა გაქვს შიგნით, თუ არ გასამართლებს შენი თავი, Если твое сердце тебя не осуждает, იყავი თავისუფლად კაცო. будь свободный. ამენ. თუ გასამართლებს თავი, დაალოცე კორუმპირებული მთავრობა. Если тебя осуждает сердце, то благословляй Amen. коррумпированное правительство. გააკეთე შენ პასუხს აგებ ამაზე. Ты сам отвечаешь. ეს შენი არჩევანია. Это твой выбор. ჰალელუია. Аллилуйя. მაგრამ შენ ხარ ანგარიშვალდებული პირველ რიგში ღმერთთან. Ну ты под отчетом. ღმერთს მოусმინე. Слушай Бога. ღმერთს მოусმინე. ღმერთი რას გეტყვის? Что скажет აი არჩევნები ძვირფასებო. Вот его все выбор. ვისაც გინდა имას მიეცი ხმა. Кому хочешь. მაგრამ იცი, იქ რომ მიხვალ პასუხს აგებ. Вот ты придешь на небеса, ты ო იმან будешь მითხრა, отвечать. ნათესავმა მითხრა, Родственник сказал, შვილმა მითხრა, ცოლმა მითხრა. сказал, жена сказала. ისინი ვერ იქნებიან პასუხისგებელი შენს არჩევანზე. Они не отвечают за твой выбор. ამიტომ მიყევი რას გეუბნება შენი შინაგანი. Просто следуй за внутренним ნუ сердцем. მიდიხარ იქ სადაც ყველა მიდის. Не иди туда, где идет большинство. ამენ. დინებას მკვდარი თევზიც მიყვება. Да по течению и мертвая рыба тоже плывет. ამენ. სული ხარ და სულს უსმინე. Ты дух, и слушай, ღმერთს пожалуйста, გაყევი. следуй за Богом. ჰალელუია. Аллилуйя. იმიტომ რომ ღმერთი შენს ნაცვლად არაფერს არ გააკეთე. Потому что Бог вместо тебя ничего не сделает. ჰალელუია. სულიწმინდა შენი თანაშემწეა და არა შენს ნაცვლად კეთებელი საქმის. Дух Святой — это твой помощник, а не то, что будет что-то вместо тебя делать.
ამენ. როცა შენ აკეთებ, ის გეხმარება და დაგამთავრებინებს. Что ты начал, то ты помогает тебе, что ты закончил хорошо. სპერჯენს აქვს კარგი გამონათქვამი. И Спержен очень хорошо говорит. რომ იყო ქრისტიანი, ნიშნავს უარი თქვა და უარყოფა. Быть христианином значит отречься от греха. თუ ქრისტიანი ასე არ იქცევა, Если же христианин не поступает так, მაშინ ეს და სახელწოდება, то само его название, რომ ქრისტიანია, что он христианин, არის ტყუილი, სიყალბე. является обманом. ამენ. რას ნიშნავს ქრისტიანი? Что значит слово христианин? ცოდვა უნდა უარყო. Ты должен отречься от греха. ქრისტიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტემ წამსო თქვა. Христианин не то, что должен сказать, я верю во Христа. ქრისტიანობა ნიშნავს უარყო უნდა ცოდვა. Христианство значит отречься от греха. ამენ. და თუ ცოდვას არ შორდები, Если ты от греха не отрекаешься, не уходишь от греха, მაშინ ქრისტიანი არ ხარ, უბრალოდ სახელი გაქვს. ты не христианин, просто ты носишь это имя. ты не Amen. христианин. ეს ნიშნავს იმას, რომ იარლიყი გაქვს ბრენდულ Это პერანგზე значит, что у тебя такая ярлык на брендовой одежде, და თავი მოგავს, რომ შე ყველაზე მაგარი სამოსი გაცვია. и то, что у тебя такая классная, самая лучшая одежда. და იქ სარდაფში შეკერეს აგერ შენს გვერდით. Да, то есть такая одежда не настоящая, но там брендовая აზია ქრისტიანი. Вот так же христианин. იარლიყი აქვს, У него ярлык, რომ ის ქრისტიანია. что он христианин. ბიბლიას ასრულებს. Что в Библии ამბობს დაწერილია. написано. აგარ ეშმაკი ყვირის დღეს ყველაზე მეტად ზურფასება დაწერილია. Взял что-то читать. დაწერილია. Написано. და არიან ესეთი ექსპერტები. Есть такие эксперты. ხო დაწერილია. Это же написано. ხო დაწერილია. Написано вот здесь. იცით რა არის დაწერილი? Вообще, значит, და რისთვის არის დაწერილი? и для чего ты написано? რომ შენ მაგალითი აიღო. Что ты взял пример? და არა მხოლოდ მომსმენი იყო რაც არის И დაწერილი. только слушал. არამედ შემსრულებელი Ну, исполнял слово. და გახდე სამართლიანი ძვირფასო. Стать справедливым, истинным. როგორ გავიგოთ ქრისტიანი ნამდვილია თუ ყალბი? Как понять, что христиан настоящий или фальшивый? ვის უნდა გაიგოს აი როგორი ქრისტიანია? Кто хочет понять, он настоящий христианин или он это фальшивый? აი თქვი ნეტა მე ნამდვილი ქრისტიანი ვარ თუ ყალბი? Интересно, я настоящий христианин или я фальшивый? გინდა იცოდე ეს? Ты хочешь это знать? გითხრა? Сказать тебе? გაგიხარდება რომ გითხრა არ ვიცი? Если я скажу, не знаю, ты оправдываешься? კარგი, მოდი ერთი ადგილი ვნახოთ და მე ინტრიგისთვის ბოლოს გეტყვი ამას. Возьмем одно место Писания. მართალს ძულს სიყალბე. Праведный ненавидит ложь, სიყალბე. фальшь. ამენ. უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა. А нечестиво, неправильно и недостойно поступает. ამენ. აი ერთი მხარე მონეტის გითხარი ვინ როგორი ქრისტიანი ხარ, ყალბი თუ ნამდვილი. Ты сказал тебе одну часть монеты, ты настоящий или фальшивый? გძულ სიყალბე? Ты ненавидишь обман, фальшь თუ გიყვარს. или любишь? როგორ საქმე? Как у вас обстоят дела? გწხვენია სიყალბის. Ты устыдяешься вот этой фальши? თუ პირიქით იცავ ამ სირცხვილს. Или ты, наоборот, доказываешь и оправдываешь эту ложь и фальшь? Да? იცავ. А, ты оберегаешь ее. ამენ. როგორ საქმე? Как у вас дела? და მეორე მხარე მონეტის გითხრათ? А еще вторая есть часть. მონეტის მეორე მხარე. Сторона монеты. Сказать вам? მეორე მხარე А მონეტის. вторая сторона монеты. ამენ. რა არის ზურფასებო? Что это значит, знаете? ყალბი ქრისტიანი ბრაზდება, როდესაც ამხელე. Фальшивый христианин, он сразу гневается, когда его обличают. გაინტერესებს როგორი ქრისტიანი ხარ, ყალბი თუ ნამდვილი? Ты интересуешься, какой ты, фальшивый христианин или настоящий? როცა შენიშნოს გაძლევენ. Когда тебе какое-то замечание... როცა გეუბნებიან ნუ. Когда тебе говорят, ну. როცა ჭკუას გარიგებენ. Когда тебя разуму учат. წვნიან. Когда тебя тренируют. გსჯიან. Наказывают. თუ ყალბი ხარ, Если ты фальшивый, ბრაზდები. ты сразу гневаешься. რისკები. Ты гневаешься. შენ თავს მიხედე. Ты говоришь, на себя посмотри, какой ты. შენ როგორ ხარ? А ты какой? აი სიყალბე. Это и есть фальшь. მაგრამ ნამდვილი ქრისტიანი ვინც არის, აინტერესებს? А настоящий христиан, знаете, как он самый настоящий? ის სულია Он дух. და იცის რომ ღმერთის სული ელაპარაკება. Да он знает, что через вот это ხილების მეშვეობით. там лечить дух Божий говорит.
და უხარია რომ აღარ იქნება სიყალბე მასში დაამარცხებს სიყალბეს და იქნება გამარჯვებული იესოს სახელი და ყველა თქვა ამინ ჩვენს უფალს ამენ დიდება მას უფალს მოდი წამოვიდეთ